დღეს ვსტუმრობთ ამ სკოლას, რადგანაც ჩვენ ჩავატაროთ აქ პრეზენტაცია, უბრალოდ წარმოდგენი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც სკოლას საჩუქრად გადასცემს ვირტუალურ ლაბორატორიას საბუნებისმეტყველო საგნებში და ზუსტმეცნიერებებში. ეს არის ძალიან კარგი პროექტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ხანია სკოლასთან ურთიერთობს და ამ კუთხით ფიზიკა-მათემატიკის კუთხით იგეგმება კიდევ უფრო სკოლის გაძლიერება და განვითარება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის რესურსი, საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც საქართველოში შეიქმნა ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების მიერ და აგრეთვე ისინი დაეხმარებიან შემდეგ სკოლას ამის ადაპტირებაში და სამართლის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რეგიონისთვის და საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის სასურველია და ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ ეს გეგმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ რაიონში თითო სკოლას გავაძლიერებთ ფიზიკა-მათემატიკის მინიმუმ. რადგანაც გაჩნდეს ჯანსაღი კონკურენცია, თქვენ იცით, რომ ტარდება მრავალფეროვანი კონკურსები, ოლიმპიადები და ჩვენ გვინდა, რომ რეგიონის ბავშვებიც იყვნენ კონკურენტუნარიანები და შესაბამისად კონკურენცია გაუწიონ დედაქალაქის. მთავარი ის არის, რომ დღეს გაფორმდა მემორანდუმი ამ სკოლასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, უბრალოდ გიმნაზიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის და კურსკაიას სახელობის გიმნაზია იქნება საბაზო დაწესებულება ამ რეგიონში ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ჩვენ აქ გეგმავთ ფიზიკა-მათემატიკის სერიოზულ მიმართულების შექმნას. ინერგება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ნოუ-ჰაუა, ჩვენ დღეს გადავცემთ ამ ტექნოლოგიებს ამ სკოლას. იქნება ჩართულობა პირველიდან მე-12 კლასამდე. ანუ პრაქტიკულად ბევრ ძალიან სხვადასხვა მიმართულებაში იქნება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შემოყვანა.